გამოფენა სახელწოდებით არც ერთი აუხსნელი ოცნება უბრალოდ გამოფენაზე მეტია. ის იმის დემონსტრირებას ახდენს, თუ როგორ შეიძლება ყველაზე მძიმე პირობებშიც კი არ დაკარგო იმედი. გამოფენაზე წარმოდგენილია უნარშეზღუდული ავტორების ციფრული ხელოვნების ნიმუშები, ისევე როგორც ხელოვნების ტექნოლოგია, რომელიც მათ მუშაობის საშუალებას აძლევს. შანტი ნორისი ხელოვნების განსაკურნებლად Smith Farm ცენტრის თანადამაარსებელია, სადაც გამოფენა მოეწყო. შეზღუდვების გამო ჩვენ ან ერთ გზას ვირჩევთ, ან მეორეს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შეზღუდვები გვაქვს, არ ნიშნავს, რომ თავის გამოხატვა მშვენიერების გზით არ შეგვიძლია. გამოფენილი ხელოვნების ნიმუშების ნაწილი ენდრიუ რიცის ქმნილებაა. სანამ ზურგის ტვინის დაავადება მუშაობის უნარს ჩამოართმევდა, მას არქიტექტორის წარმატებული კარიერა ჰქონდა. აეროპორტებისა და შენობების მშენებლობიდან ის კომპიუტერული გრაფიკის შექმნამდე მივიდა. მისი მდგომარეობის გამო ტკივილი გამუდმებით აწუხებს, ინტერვიუს მიცემა არ შეუძლია, მაგრამ საკუთარ ვებგვერდზე ის ტკივილიდან იმედგაცრუებამდე, იმედამდე და კრეატიულობამდე მოგზაურობაზე საუბრობს. არის ბევრი ადამიანი, რომელიც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომლებიც მდგომარეობას შეეგუეთ და მას ყოველდღიურად უმკლავდებიან. ვიმედოვნებ, რომ ხელოვნების გაზიარებით უფრო მეტ ადამიანს გავაგებინებ, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას სულის გადარჩენა, გონებისა და სხეულის გამოჯამრთელება. რიჩი ციფრულ ხელოვნებას თავის კომპიუტერზე ქმნის, უმეტესობას მწოლიარე ტკივილის მდგომარეობაში. ლორენ ნელსონი გალერეის სტუმარია. ვფიქრობ, ვიღაცისთვის, რაც სისუსტებასა და განკურნებას ნიშნავს, სხვისთვის არაჩვეულებრივში გარდაქმნაა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ინტერაქტიული სისტემა, რომელმაც ინვალიდის სავარძლის ხელოვნების ნიმუშად ტრანსფორმაცია მოახდინა. სიახლე იუნგ ჩუნგის მიერ არის შექმნილი, ის ნიუ-იორკში მცხოვრები კორეელი ინჟინერია. ჩუნგის ურთიერთობამ უნარშეზღუდულ ახალგაზრდებთან ის ინვალიდთა ეტლის ხელოვნების ნიმუშად დანახვამდე მიიყვანა. ბრუკ სიდელმანი გალერეის დირექტორია. დიდი ხნის მანძილზე ტკივილი ან ტანჯვა და უუნარობა ადამიანის იზოლირებასა და მარტოობის მიზეზი იყო. მკურნალობის ხანაში ტკივილის დავიწყება და წინ წასვლა შეუძლებელია. ხელოვნება ამ ხალხს საშუალებას აძლევს ტკივილი დაივიწყონ და საკუთარი თავი დაიბრუნონ. გამოფენა არც ერთი აუხსნელი ოცნება ხელოვნების იმ ძალის დემონსტრირებაა, რომლითაც ავტორები და დამთვალიერებლებით შთაგონებულნი არიან. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.